ეს მოლოდინი მქონდა, უარესი მოლოდინიც მქონდა რაღაც მომენტში. მაგრამ ნუ არის ის რაც არის, ჩემთვის სასიხარულო ნამდვილად არ არის ეს 2 წელი. ვიღაცა შეიძლება რაღაც მოეშვა გულზე, მე ნამდვილად არ მომეშვა. ყოველი ჩემი შვილის დღე ციხეში გატარებული ჩემთვის ჯოჯოხეთია ნამდვილი და 2 წელი კი არა 9 თვერისთვის იჯდა, აი ეგ არის საერთოდ გაუგებარი და კიდე რო უსჯიან 2 წელს ეს ფაქტიურად რაღაცა სადამსჯელო ოპერაცია ამ ბიჭებისთვის, ვისაც მიუწაჭეს 2 წელი და 2 წელიწად ნახევარი და იმაზე აღარაფერს აღარ ვამბობ 5 და 4 წელი რომ მიუსაჭეს. ეს არის უბრალოდ არ ვიცი, აი რა ვიცი, რა გითხრათ, ვიკა ლოგიკას არ ექვემდებარება, იმიტომ რომ ფაქტიურად საქმე არის ჩამოშლილი. რა უნდა ჩაწერონ იმ საქმეში, რა უნდა დაწერონ, რის საფუძველზე მიუსაჯეს ეს თუნდაც 9 თვე, თუნდაც 2 წელი, თუნდაც 4 და 5. ჩვენ ხო ვიცით ყველამ, რომ ეს ხალხი აბსოლუტურად უდანაშაულოა და ეს ბიჭები არის შერჩევით დაკავებული, ეხლა უკვე დავწმუნდი ამაში ბოლომდე, რომ იყოს სიები შერჩევითი და ეს ბიჭები დააკავეს აი ესე მიზან მიმართულად. მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, ძალიან მძიმე დღე იყო ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ ამ სიმძიმეს, ამ ჩემ რაცა სევდა გადაფარა ნიკა კაციას თავისუფლებამ. რამაც აი ისე გამახარა, რომ აი მართლა გეფიცებით. დარწმუნებული ვარ ამაში, ლიკა. ხარ და თუ გესმის ჩემი ხომ მინდა იცოდე რომ აი არ ვიცი. ნიკას ხმა თუ ესმის ლიკას? ზუსტად იგივენაირად. ნიკა შენ ახლა? აქ ვარ, გისმენ და თან თავს ვიკავებ პირველად არ მომადა ზოგადად. ნიკა მე არ ვიცოდი ხო? დედები რო საუბრობთ, აი არ ვიცი, რაც მაფუჭებს ეს ემოციურად არის ეს და აი იმდენ მართლა არ ვიცი, აი ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა, სადაც შეიძლება ვიყავ ხიდი, ვიქნები ხიდი, სადაც შემიძლია ვიყო მთა, ვიქნები მთა და ზუსტად ისევე ვიბრძოლებ, როგორც იბრძვი თავად და მე ძალიან ვაფასებ, არ ვიცი, აი დედებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და ბევრი მინდა ამაზე ვილაპარაკო და აი ერთადერთი რა დროსაც ვტყდები, მართლა არც ერთი დღე არ ყოფილა, როცა მე ავცრემლიან და ერთადერთი აი როცა გისმენთ, ეხლაც აი მართლა ბოლომდე თავს ვიკავებ და დღეს მთელი დღე დედაჩემსაც ვეუბნებოდა, რომ ცრემლები არ გინდა თქო და აი ძნელია რა, აი ვერ გისმენ, იმიტომ რომ ვიცი რომ დღეს როცა მე აგვზივარ, ხო და ნიკა მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ არ უყურებდი ეხა მე ტელევიზორს და ხო და არ ვიცი, აი უდიდესი პატივისცემა მინდა რომ იცოდეთ და ვიქნები ყველგან სადაც დაგჭირდებით. მე არასდროს არ დამავიწყდება ის კადრი რომ მორბოდი, ეს რაღაცა ესეთი კინოკადრი იყო, რომელიც ჩემი გონებიდან და ჩემი მახსოვრობიდან არასდროს არ ამოვა. კი და აი არ ვიცი ეთერამდეც მანამდეც საგრიმიოროში აი სულ ამბობდი რომ ყველაზე ემოციური იყო აი არ ვიცი დღესაც ვთქვი ბევრჯერ გავიმეორებ და ბევრმა ადამიანმა გაიგოს რომ არ არის ჰუმანურობა ის რომ ამ შემთხვევაში ლიკა გუნცაძემ რომ 9 თვე არ უნახავს საკუთარი შვილი თქო იქ ვიღაცას წაართვეს დედა ანუ უბრალოდ აღარ არის ცოცხალი იქ ვიღაცას მამა და ეს ვიღაცები არ არიან ესენი არიან ჩვენი ქვეყნის ჩვენივე მოქალაქეები ჩვენი თანამებრძოლები არ აქვს მნიშვნელობა ესეც ვთქვი რომ იმდენი მოახერხეთ რომ დავუმეგობრდი მეთქი ადამიანს თქო და აი ეს წერილები რომელსაც წერდი აი სულ მერიდება სულ მწვანეა მგონია რომ საკმარის ვერ ვამბობ მგონია და მაშინ როცა მე ეს მესმოდა რომ აი ნიკა ისე მამხნევებს შენი ხმა რომ სულ მქონდა ეს მე თვითონ დავავალდებულე ჩემი თავი რომ მე უნდა გავანაწილო დრო ისე რომ ლიკას უნდა მივაწვინო ხმა და ამ დროს უდიდესი პატივისცემა ასევე ისევე როგორც სხვა ბიჭებს და მისი ღირსება მისი სიდინჯე ყოველთვის გამოირჩევა და შეეშვით უნდა უთხრა რუსულ რეჟიმს შეეშვით ნიჭიერი ადამიანების გამოკეტვას და ამ 60-ზე მეტ რეჟიმის ტყვეში ყველა ერთმანეთზე ნიჭიერია თავიანთ პროფესიაში, თავიანთ კალაპოტში, თავიანთი ადამიანობით, თავიანთი შეგნებით და იმ კულტურით, რომელსაც ჩვენ სწავლობდით წლების განმავლობაში ოჯახში და ახლა ვასხივებ და ამას ხედავს ყველა და რეჟიმი ვერ მოგვერევა ეს იცოდა ყველამ და ლიკა მალე გაიღიმებს ისე როგორც დანარჩენი ტყვეების ოჯახის წევრები. ლიკა, დარწმუნებული ვარ, რომ სანდრო აუცილებლად გნახავ.
აუცილებლად ჩაგეხუტები და ლიკა, აუცილებლად ძალიან გაგამხნევებ დიდი პირადად. მადლობა ყველაფრისთვის, ამ სოლიდარობისთვის, ასე რომ გიხარიათ ნიკას გარეთ. ეხლა ამაზე ჩვენ საუბრობდით, რომ მშობლებმა, რომლებმაც გაიგეს რამდენიმე საათით ადრე საკუთარი შვილების განაჩენი, როგორი სიხარულით შეხვდნენ სხვისი შვილის განაჩენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ალბათ და ეს ამაზე ბევრს საუბრობდით. არა, ვიკა, მართლა აი ძალიან მალევე მოხდა ეს ნიკას ამბავი და აი გეფიცებით ყველაფერს ისე გამიხარდა და ისეთი გადაფარა, აი თითქოს იმ ჩემმა რაღაცა სიმძიმე ეს უცებ აი რაღაცა მოიხსნა თითქოს. გადაფარვით ლიკა აქვე დავამატებ და ესე რაღაცა გავკადნიერდები. აი ამ გადაფარვით, აი ეს ბოროტი ადამიანები, აი ამ რეჟიმის შემქმნელები არ უნდა თამაშობდნენ და არ უნდა ხდებოდეს ისე რომ ჯერტი ერთიც არ უნდა იყოს უკანონო დატყვევებული და მეორე კიდე მოდი ახლა ეს გავაკეთე. ზუსტად ვიცი, ისედაც ვიცი როგორი თავდადებულები ყავთ და შეუძლებელია ასეთ კაშკაშა ადამიანებს, ქალებსაც, კაცებსაც, ბიჭებსაც, დიდებსაც, პატარებსაც ყავდეთ სხვანაირი მშობლები. ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ აი ისინი ის ბოროტები, რომლებიც ამას ქმნიან, აი ამ ემოციებით თამაში, რომ ადამიანს მე ეხლაც არ ვიცი, ანუ რამდენი მიუსაჯეს 11 პირს და დღეს რო შევდიოდი სასამართლოში, ყველაზე მძიმე შესვლა იყო და მე ვამბობ, რომ რაღაცნაირად ესელაგდება საპატიმროში, რომ ანუ ერთმანეთის პროცესებზე უფრო ნერვიულობთ, ვიდრე საკუთარ თავზე. ანუ ის რომ კითხო, რომ ეხლა ნერვიულობ, არავინ არაფერზე არ ნერვიულობდით, ზუსტად ვიცოდით, რასაც შვებიან, როგორც ჭრიან და როგორც კერავენ და პირველი დავინახე ერთ-ერთი ადამიანი არა რიგითი, ასე ამბობს ხოლმე ახობაძე და გავიმეორებ მეც, დავესესხები, რომელსაც პირველი ვკითხე, რომ 11 ბიჭი გაუშვეს, ანუ ავტომატურად მქონდა ეს კითხვა, ანუ აი აბსოლუტურად დაუგეგმავად და წარმოიდგინე, რომ ისე შევედი დარბაზში, რომ პირველი კითხვა, რომელიც ადვოკატს კურსში ჩავჩურჩილე, იყო რომ გაუშვეს და მიუსაჯეს და ანუ ვეღარ გავბედე მეკითხა რამდენი და უცებ გამოდიხარ და გეხუტება ნანი, გეხუტება მარიზი, გეხუტება ელენე ახობაძე, რომის შვილიც მანამდე დილის ანუ დღის პირველ ნახევარში და აი უნდა დაგემშვიდობოთ და მოკლედ დარწმუნებული ვარ, ნიკა ისეთი ენერგია შემომატა ხა მართალი რომ გითხრა, რომ მეც რაღაცა ბრძოლის უნარიანი გავხდი და ნიკას მადლობა ამისთვის და ლიკა დაგემშვიდობებით